ვარ ესა ვარ რაცა ვარ რაღაცას ვყვები და აი ეძებ ნეგატივს ბოზებიც მყავდნენ. რატო მომიწვიე აგრესიული ხარ მოსიარულე სკანდალი ხარ ვეღარ ვჩერდები ეს რა დამმართეთ. ბოდიში უშველი მე ვარ მოკლე მე მგონია თქვენ ხელს კრავდით იმ ქალს რა ღირს? ფასზე მოვილაპარაკე კომფორტულად ხართ ახლა? არა არასოდეს არავინ არ ყვარებია არა. დიაგნოზი აგრესია როდესაც ჩავწერე თქვენი სახელი საძიებო სისტემაში, პირველი თემები, რაც შემომთავაზა პლატფორმამ, იყო პარანორმალური მოვლენები, კითხავები და უცხო პლანეტელები. რას ფიქრობთ, რატომ არის ეს თემები თქვენთან ასოცირებული? ვერ გეტყვი, თუმცა შემიძლია გითხრათ ის, რომ გადაცემებს როცა ვაკეთებდი, მე გადაცემებს ვაკეთებ იმის და მიხედვით რა უნდა მაყურებელს. იყო პერიოდი, როცა ძალიან დაინტერესებული იყო ხალხი, ეხლა ნაკლებად ვაკეთებ, მაგრამ ეთყობა დარჩა საძიებო სისტემაში. რას ფიქრობთ, რატომ იყო ეს თემები იმ პერიოდში ასეთი რეიტინგული? საზოგადოებაში. ისიც რა, ნახეთ, მე არ ვიცი ხო თქვენი მიმართულება რა როგორ გაინტერესებთ, როცა ინტერვიუს წერს ჟურნალისტი, ფიქრობს, რაც უფრო ეფექტური, რაც უფრო საინტერესო აქტუალური კითხვები იქნება და გეტყვით ერთ რამეს ის რომ ფრინავი თეფშები იყო ერთი პერიოდი და ხალხი უყურებდა სანაპიროზე ხალხი იდგა და უყურებდა ფრინავ თეფშს ხედავდა ყველა. ეს პერიოდულად არსებობს ხოლმე. აი ვიღაც არის ახლა გადარეული ასტროლოგიაზე, ფენშუის სპეციალისტებზე, ეძებენ ეზოთერიკოსებს. ვერ არიცი, ხვალ რა იქნება. ფარავენ თემებს. იყო რეიკი, სად გაქრაკე რეიკი. ასე რომ პოპულარობა დაკარგა. ხო, როგორ არის, იცი, საზოგადოება თვითონ კარნახობს რა უნდა მას, იგონებს რაღაცას ახლა. სად დავდიოდი და ვეძებდი ვითომ, რა თქმა უნდა, რეიკს და სახში ქვამაკ, რომელი ქვაც რეიკმა ესროლა ქალს და მოხვდა წელში. და ამ ქვის სანახავად მოდიოდა მთელი სოფელი, ერთ-ერთ სოფელში ვიყავი და მე ვითხოვე, რომ თუ შეიძლება ეს ქვა მომცეთ მეთქი, მაჩუქოთ. რისთვის გჭირდებოდათ? არა, ძალიან ლამაზია ისედაც, მე ქვები მიყვარს და წამოვიღე ეზოში დავდე და დედაჩემს უთხარო, დედა მეთქი, ეს რეიკის ქვა არის მეთქი და აქ ხელი არ მოკიდო მეთქი. ვაიმე, გეხვეწებიო, წაიღეო, აქ არ მოაკითხოს. რეიქსო. რეიკბაო ქვასო და ამიტომ არ ვიცი, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. თქვენ გჯერათ ამ ყველაფრის? მე ეხლა თქვენ რო გიყურებთ, იმისეც არ მჯერა. არ ვიცი. მე საერთოდ ადამიანი ვარ, სანამ არ შევეხები, არ აი მე მაგალითად თქვენზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ნიჭიერი ხართ, უნიჭო ხართ. მე საერთოდ ადამიანს ვაფასებ, როცა შევხედავ, როცა დავინახავ. ის რომ ესე ზეპირად მე არ ვიცი. იქნებ და არის. სანაპიროზე რომ უყურებდნენ ხოლმე ფრინავ თეფშს, ხო. თქვენ გინახავთ? არა, მეც ვიდექი, იქ ოღონდ მე ვერაფერი დავინახე და ყველა ამბობდა, რომ აი, შეხედე და ვერ დაინახეთ თქვენ. მე ვერა. რას ფიქრობთ?
რატომ ჭირდება ადამიანს რომ ჯეროდეს ასეთი ნივთების? იცით რა არის ეს ჩვენ ხომ გვინდა და გვაინტერესებს რაც არ ვიცით, რაც არის ამოუცნობი. ბატონო გია, ზოგადად გენატრებათ ბავშვობა. არა. რატომ? იცი რა, ნახე არ მენატრება, იმიტომ რომ წავდამთავრდა. მე მონატრება შეიძლება მომენატროს ვიღაც ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ბავშვობა არ მქონდა და ისეთი მქონდა, როგორიც მინდოდა, არ ვიცი. წავიდა, აი მაგალითად ჩემი დაძმა, რო შევიყრებით ხოლმე, აი გახსოვს ეს რო იყო, კარგი რა შენი ჭირიმე, წავიდა, გავიდა. რაც წავიდა. ხომ არ არის ისეთი მომენტი, რომ გაშინებთ აი ეს წარსულის ფიქრები? არა, ისეთი სასწაულებით სავსე იყო ჩემი ცხოვრება, კი არ მაშინებს, აი იცი როგორი, აი ძალიან მოკლედ გეტყვი, ვოცნებობდი მსახიობობაზე. ვსწავლობდი ცუდად და იმ პერიოდში თუ ცუდად სწავლობ, ესე იგი არ ვარ გიხარ, საერთოდ ნულია შენი ფასი. ამ დროს მოდის სკოლაში ვიღაც კაცი, რეჟისორი და უნდა გოგო და ბიჭი აიყვანოს. და ამდენ 42 ვიყავით კლასში, ამირჩია მე და ერთი გოგო. და ამირჩია ქავგიჟდი. აი წარმოიდგინე როგორ, აი ოცნება ამისრულდა. ეს დეტალი აუცილებლად უნდა ვთქვა, ამ დროს შემოდის დამრიგებელი და დაფასთან უკვე რო ვდგევარ და გამომიყვანეს და რაღაცა დამსვა დამრიგებელმა, რომ ეს როგორ შეიძლება ეს მსახიობი იყოს და აი წარმოიდგინე, ჩემს ოცნებას ფრთები შეესხა, შემოდის ქალი, რომელმაც ფრთები გადაამტვრია. არაფერი დავჯექი და აიყვანეს ვიღაც ბიჭი კიდე და ამ კაცმა უთხრა, რომ ხვალ 11 საათზე მოდით აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში. არაფერი ჩვეულებრივად წამოვედი, არ მახსოვს რას ფიქრობდი. აი მახსოვს ერთი რამე, აი ის რომ ცუც არ ფიქრობდი, ის რომ არ შემშურდა, აი არ ვიცი, აი მოვიდა ეს ოცნება და წამართვეს. დილით ავდექი, ვთქვი რომ სკოლაში არ მივდივარ, იმიტომ რომ თეატრში ვარ დაბარებული. და წავედი თეატრში. მაინც. წავედი თეატრში, იცი რა, მე არ ვიცი თუ მკითხავ ან გაქვთ ესეთი კითხვა, საერთოდ ქუდბედიანი ვარ და სულ მიმართლებს და ამის მიზეზი არის ჩემი მადლიერება. იყო აკაკი მიშველაძე, ადმინისტრატორი თეატრის და ეს ორი ბავშვი რო დაინახა და მეც რომ მივედი, შემოდიო, შემიყვანა და რომ ეს ამ ბავშვებს ალაპარაკეს, აი რა მწუხარება ქონდა, რა ბედნიერება ქონდა, რა და ესეცო ამას რო არ გაეკეთებინა ამ კაცს, არავინ არ იყო ჩემი პირველად ვნახე და დავიწყე და მოვყევი ჩემი ისტორია. უნდა მოვყვე კარგი და ცუდი. და კარგი ისტორია არ მაქვს მეთქი. ოღონდ არ ვიცი იქ რა ხდება, ან ჩემში რა ხდება. და
მოვყევი ჩემთვის ძალიან ტრაგიკული ისტორია. როგორ გაგიჟდა დედაჩემი, როგორ ვერ მცნობდა და ყველაზე საშინელი არის, რა იცი, გიყურებს დედა და ის შენ ვერ გხედავს, ვერ გცნობს, არ იცი და შვილი რა შვება ამ დროს. მოვყევი ეს ისტორია, დავჯექი, დავიწყე ტირილი და ამოვიდა ეს კაცი, თამაზ მესხი, ესეთი რეჟისორი იყო, უნიჭიერესი კაცი და ჩამიხუტა და ამაყენა ჯერ და ჩამიხუტა. და როგორ არისო დედაო? მოთხრე კარგად თქო. მოვიტყუე. ბატონო გია ამ ისტორიას ყვებით უკვე მე რამდენჯერმე მაინტერესებს რატომ გახსენდებათ აი ეს ისტორია ასე დეტალურად თან. იცი რატო? ცხოვრებაში ყოველთვის ეძლევა ადამიანს შანსი. ეს შანსი უნდა გამოიყენო. თუ შენ ამ შანსს ვერ გამოიყენებ, ეს არის და ესეთი ისტორიები ძალიან ბევრი მაქვს. ძალიან საინტერესო ისტორიები მაქვს. მე ნახეთ ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ მე ვარ მატყუარა, ვიტყუები. და ერთმა ძალიან ბრძენმა ადამიანმა მითხრა, რომ მე რაც შენ გაკვირდებიო, შენ არასოდეს არ იტყუებიო. არ იტყუები ფულში, არ იტყუები მეგობარში, აი სიყვარულში არ მოგატყუებ. შენო კი არ იტყუებიო, ფანტაზიორობო. მე მაქვს უკიდეგანო ფანტაზია. და აი ამით ვცხოვრობ. ტყუილებზეც უნდა ვისაუბროთ ცალკე ბლოკი მაქვს. დავუბრუნდები ისევ იმ ისტორიას, როდესაც მიხვედით, ასე ვთქვათ, ამ გასაუბრებაზე, ხო? ბედნიერი ბავშვი იყავით? აი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვიყავი უბედნიერესი ბავშვი. როდესაც გეუბნებიან, რომ უნდა მოყვე კარგი ისტორია და ცუდი ისტორია და თქვენ ამბობთ, რომ კარგი ისტორია არ მაქვს, მაგრამ მაქვს ცუდი. მე ვთქვი, კარგი ისტორია არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა ვიტყვი ფიშკა იყო ეს. როგორ მიხვდით იმ ასაკში? სკოლის მოსწავლე იყავით, რომ აი ეგ უნდა გამოიყენოთ როგორც ეს ხრიკი თქვენი. არა, ნახეთ, ერთი რაღაცა უნდა გითხრათ. ის რომ ადამიანებს უნდათ ცრემლი, ტირილი, სოფლიო გადასულია სერიალებზე, იმიტომ რომ აი ეს დრამა და ეს მე ვიცოდი შინაგანად. მე ძალიან ბევრი რამე ვიცოდი. როგორ ფიქრობთ, ნახეთ, მე როცა ვამბობ, რომ ვარ ქუდბედიანი, ვარ აი მაგ ბედი, რაღაცა ხდებოდა, აი მაგალითად სამჯერ იყო, ალბათ შეიძლება მეტჯერ, ორჯერ დავაგვიანე თვითმფრინავზე, ნახევარი საათით და აი მაინც რომ მიდიხარ და გაფრენილი არ იყო, ინდოეთიდან მოვფრინავთ და 1 საათი დავაგვიანეთ ჯგუფმა და დავიღუპეთ. ოღონდ მთელი ჯგუფი გიждდებოდა იმაზე, რატო არ ნერვიულობდი. ახლა რა, წავიდა და 2 საათი კიდე ვიცადეთ. თვითმფრინავი არ გაფრინდა. მატარებელზე, ნახეთ, იცით რის თქმა მინდა, ეჭვი მეპარება, რომ ეს კითხვა დამისვათ, მოდი არ გეტყვით, ჯერ და მერე გეტყვით. კი ბატონო, მაგრამ შენ პირდით რომ მეტყვით. აუცილებლად გეტყვით. კი ბატონო. ბატონო გია, არაერთხელ გითქვამთ, რომ რეიტინგული ბრძანდებით. სხვადასხვა გადაცემებში საუბრობთ ხოლმე ამაზე. ხო, მithქვამს არა, რეიტინგებს თუ ნახულობთ ხოლმე, გეთანხმებით, ვიცი რომ თქვენი გადაცემა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, არის და იქნება.
მაინტერესებს ეს თქვენი მთავარი მიზანი იყო, როდესაც გადაწყვიტეთ რომ ტელეწამყვანი უნდა გამხდარიყავით. არა. მაშინ აი რატომ აღნიშნავთ ხოლმე ასე ხშირად ამ არა, იცი რა, ყველა ადამიანი რაც აქვს კარგი ამბობს ხოლმე რაღაც ხო რეიტინგული იცი რა არის გეტყვი ერთ რაღაცას მე ხალხმა დამაჯერა რომ მე ვარ კარგი ფსიქოლოგი თუ არა განათლება ფსიქოლოგიური მე არ მისწავლია 45 წლის ვიყავი რომ ჩავაბარე ფილოსოფიურზე ანუ ეხლაც ესია დედა რა გადაცემა გაქვს და სასწაული დავიჯერე ჯერა და თან ახლა რეიტინგებს რო უყურებ რა როგორ ხსნით თქვენს რეიტინგს ჩვენ საზოგადოებაში იცი რა ნახე გეტყვი სხვათა შორის რამოდენიმე გადაცემა ვნახე თქვენი არასოდეს მაყურებელს არ ესალმები. დიახ. და ეს იმდენად ჩემთვის უცხოა, რომ იცი რა, უშუალოდ მაყურებელი რო არ იყოს. აი დამეფიცება გულწრფელი ვარ ბოლომდე. არ მექნებოდა რეიტინგი თუ რეიტინგი, არ მექნებოდა ეს შოუ. თუ მაყურებელს არ მიესალმე არ უთხარი რომ მიყვარხარ. ეს კომუნიკაცია თუ არ შედგა, არ შეგიყვარებს მაყურებელი. აუცილებელია რომ შემიყვაროს? ხო უნდა გიყურონ. ანუ, ნახე, აქ არის ერთი რამე. უნდა იყო აი ესეთი კომუნიკაბელური მაყურებელთან ურთიერთობა არის მაგალითად გადაცემები, რომელიც საშინლად აგრესიული გადაცემები ყოფილან უყურებენ მაგრამ ის ადამიანები არ უყვართ. ან კიდე აინტერესებთ, მაგრამ კომუნიკაცია არ აქვთ. აუცილებელია, არ ვიცი. ახლა სალამი ღვთისაა, კარგი, დავანებოთ ამას თავი, მაგრამ ის რომ მაყურებელთან უნდა გქონდეს უკავშირი, რა ვიცი, მე მაგალითად აი მაყურებე და მესმის ხოლმე რა აინტერესებს და იქიდან გამომდინარეობს ძალიან ბევრ კითხვას, რომ ეხლა მაყურებელი ამას იფიქრებს და მოდი ეს უნდა ვთქვა. აი მე ესე ვარ, არ ვიცი თქვენ როგორ ხართ. როგორ შემაფასებთ როგორც წამყვანს ჟურნალისტს? იცი რა, გეტყობა რომ ნიჭიერი ხარ, მადლობა. გეტყობა რომ მომზადებული ხარ. იცი რა, აი მოგწონს ცოტა ინტრიგა, აი რაღაც ისეთი. ხო, ეს სალამზე გითხარი, ჩემთვის მიუღებელი არა ეხლა, როგორც გინდა ისე რაღაც. და მიზანს ვერ ხვდები ოღონდ, აი მერე განვითარებ. აი ეხლა ხო არის ეს მიყავს, აი მერე რას აპირებ, თუ აპირებ რამეს, კარგი პლატფორმა გაქვს, ანუ საწყისი გაქვს იდეალური. მერეზე რას გულისხმობთ? აი როგორ გააგრძელებ, აი ჩაწერეთ 100 ინტერვიუ. მერე. ანუ როგორ განვითარდება თქვენი მომავალი ამ კუთხით. ეხლა წარმოიდგინეთ 45 წელია ტელევიზიაში ვმუშაობ. მუშაობდი გამნათებლად, მუშად, ასისტენტად. მერე ჩავაბარე კინოსარეჟისორზე პარალელურად სულ სწავლობდი. ყველაფერი მაქვს გაკეთებული ტელევიზიაში. ნელა და 50 წლის ვიყავი, აი ეს კონკრეტული გადაცემა რომ მომცეს. მანამდე იყო მცდელობები, მქონდა პროგრამა ადამიანი, ტელეკომპანია მზეში ვიჯექი პირდაპირ ეთერში. და ბოლოს დაგვირგვინდა. ანუ ეს გამოცდილება, გეთანხმებით. ძალიან დიდი რამეა გამოცდილება და სულ ბეწვის ხიდზე უნდა იარო. წარმოდგენა, ხო, ვიღაცასთან რომ მიდიხარ, რაღაცა წარმოდგენა გექმნება.
წარმოდგენა შემექმნა რომ აი როგორი ის მქონდა, იცი, გეტყვი ერთ რაღაცას. ჩემს უკან ძალიან დიდი ბიოგრაფიაა. შეიძლება ვოცნებობ კიდეც, არ ვიცი. არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ დაუსვავთ კითხვები ისეთი, როგორიც აი დაუშვათ გითხარი, რომ 45 წლის ვიყავი ფილოსოფიურზე ჩავაბარე. მაგ გამოცემული წიგნები. ეხლა იცი რა, ერთ წელიწადში რომ 20,000 წიგნი გაიყიდება, ხო, ვიღაცას ხო უთხრა, რომ ძალიან საინტერესოა. რა არის ისიც, ჩემ ყველა ფასადს ხედავს ჩემსას. აი ფასადი, მკითხაობა, ეზოთერიკა, ეს. იმხელა სიღრმეები მაქვს და წიაღსვლები. ნახეთ, ამაზე დიდი აი ძალიან დიდი ბედნიერება იყო, როცა გამოდის მსოფლიო სტატუსების წიგნი. და თქვენ ხართ იმ სიაში, როგორც ვიცი. მე ვარ იმ სიაში და ჩემი 20 სტატუსი ითარგმნა და ოღონდ აი ძალიან ბევრი გაზიარებები აქვს. ფრინავი თებში თუ გჯერაო. მიხვდი, აი ეს ჩემი ოცნება გითხარი. ნახეთ, კარგია რომ ამ თემაზე წავედით ამ კუთხით. გწყინთ რომ თქვენ ასოცირდებით ფრენავ თებშთან. რა მწყის თქვენი კითხე თუ არა მე რაღა მე 63 წლისა ვარ. ისეთი ბედნიერი ვიცხოვრე, აი ბედნიერად ვიცხოვ. აცი მართლა გულწრფელად გეუბნები. იკითხეთ თქვენ, წინ გზა რო გაქვთ და აი ამ ხელა კონკურენცია როა და იცი რა არის, ნახე, ყველა ჩემ ახლობელს ვასწავლი ხეზე ასვლას. როგორ რანაირად რატო? ეხლა ნახეთ, მე ხეზე ასვლას ვასწავლი, მაგრამ ახალ ხეს ვრგავ მერე. სხვისთვის. ნახეთ, რა არის იცი? ის მფრინავი თებშები, აი მარტო ამ თემაზე რომ მესაუბრა, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას მოვყვებოდი. ანუ, როცა ადამიანს ვიწვევ მე მაქვს ერთი თემა და აი ამ თემას ვშლი ბოლომდე. და აქედან გამომდინარე, თქვენ რო ამბობთ, რომ არასტანდარტული არ გინდა რომ აი პორტრეტი ეს მაინც პორტრეტი ქვია. ეხლა მე რო თქვენთან მოვედით, კიდე ახალი პორტრეტი შეიქმნა ჩემი. გინდათ თუ არ გინდათ? დიახ. მაინც დავუბრუნდები ამ უცხო პლანეტელებს და რატომღაც მგონია, რომ ცოტა ბრაზდებით, როდესაც აი დავიწყეთ ან ინტერვიუს ზუსტად ამით, რომ აი თვითონ პლატფორმა აი YouTube-ზე რომ შევიდეთ და თქვენი სახელით ჩავწეროთ, აი ეგ წერია უცხო პლანეტელები, პარანორმალური მოვლენები და მკითხავები. გწყინთ ეს? რატომ ადამიანი გეტყვით, რატომ შეიძლება გწყინთ? მითხარი აბა? იმიტომ რომ თქვენ ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ხართ, რომ ძალიან ღრმა ადამიანი ხართ და ასეც არის, რადგან წიგნები გაქვთ გამოშვებული და 100 მკითხავი კი არა, 20,000 ეგზემპლარი გაიყიდა, პლუს 20 თქვენი სტატუსი ითარგმნა მსოფლიო დონის რაღაც ასე ვთქვათ, ბაზაში მოხვდა და ამ დროს გეკითხებათ ადამიანი ისევ ამაზე, უცხო პლანეტელები, პარანორმალური მოვლენები და მკითხავები. ხო, ეს ხომ საწყენია? არ არის საწყენი და გეტყვი რატომ არ არის საწყენი. უცხო პლანეტელები ეს არის ცალკე მეცნიერება, რომელსაც იმდენი ფილმი აქვს მიძღვნილი პარანორმალურ მოვლენებს, რომ მე ვერ დავეწევი, ვერ ჩემი გონებით, ვერ ჩემი ინტელექტით. ეს არის სხვა ძალიან კოსმიური სასწაული რაღაცაა. ეს ერთი. მეორე, მკითხავები. ესენი არიან ფენომენები, რომელიც დღემდე იკვლევს მეცნიერება, რა ხდება მათ ტვინში. მე რომ ამათზე გადაცემას ვაკეთებ,
ჩემთვის ეს არის ძალიან საინტერესო. ნახეთ, ეს ადამიანები ხედავენ ისეთ რამეს, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მიხვდით და მე ვერ ხვდები, რას იცით, რომ რატომ უნდა გავბრაზდე. ეს არის ჩემი თემა, ოღონდ ჩემი გამოგონილი ხო არ არის, ჩემი თემა, რომელიც ეს იყო მაყურებლის დაკვეთა. მოვიყვანდი მკითხავს, მოვიყვანდი ეზოთერიკოს და ინგრეოდა რეიტინგი. და ამიტომ კი არ გავბრაზდი. ნახეთ, მე მქონდა მოლოდინი. იმიტომ რომ იმის ნიშან წყალი რომ ეს ჟურნალისტი ნახე ბიჭი უნდა მეთქვა და არ გითხარი, იმიტომ რომ მაინც სტატუსი. ეგეთი ტიპი ვარ. და ვიფიქრე რომ იმ ხარეს წახვალ და სხვათა შორის ერთ რამეს გეტყვი, ხმას არ ვიღებ, ყვები. აი სადმე იუმორისტულ შოუში რომ მივდივარ, აი მაგ თემაზე იწყებენ საუბარს. ეხლა ნახე, თან ცოტათი მინდა რომ მიხვდეთ თქვენ. მე არა ვარ ის ტიპი, რომელიც რაღაცა მეწყინება მე ვმკითხაობდი. ამას ვამბობ. და ხახსაწყენი რა არის? ეს არის ჩემი ბიოგრაფია. ახლაც მკითხაობთ? ახლა არა. ეხლა არა. ნახე, ეხლა გიყურებ და ვიცი. როგორ აგეწევა პულსი, როგორ დაწყნარდები, რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ, რა არ ვიცი ქართულად ეს როგორ არის, რა ტოპკა უნდა დამირტყა, რა დროს, ის რომ მე რაღაცა მაბრაზ, ეს ყველაფერი ვიცი. საინტერესოა ძალიან. შეგიძლიათ შემოფასოთ, აი თქვათ როგორი ადამიანი ვარ? არა, ნახე, მოდი ერთი რაღაცა უნდა გითხრა. როგორი ადამიანი ხარ და ვინ ხარ და რა ხარ, აუცილებლად გეტყვი. მაგრამ მე მაინტერესებს, აი ეხლა ჩვენ ვსხედვართ. დიახ. და მე არ ვიცი თქვენ ვინა ხართ. რამდენი წლის ხართ? 28. 28 წლის. რა დაამთავრეთ? PR და მარკეტინგი. ჟურნალისტიკას და რა შეხება გქონდათ? არანაირი ჰობი. ჰობია ეს. დიახ. ადამიანები გაინტერესებთ? ძალიან. აი რა გაინტერესებთ? მოდი მოხსენი ახლა გადაცემაში არ ვართ. აი რა გაინტერესებს? აი ჯაჯანიძე. აი ალალი და ნამდვილი კითხვა დამისვი. აი ზუსტად ნამდვილი ჯაჯანიძე მაინტერესებს. აი კითხოს თუ არ არის კითხვა დამისვი, კითხვა. როგორია ნამდვილი ჯაჯანიძე? და თქვენ გულწრფელად მიპასუხებთ? რატო კითხვის ნიშანს რატო სვავ, როცა ჯერ არ გეტყვით რატომ? ხო. ცოტა მოგვიანებით უნდა დამესვამ და წეღანაც ახსენეთ. მე ძალიან ბევრს ვიტყუებიო. ხო. აი ზუსტად, როდესაც ეს მესმის, რომ ადამიანი ძალიან ბევრს იტყუება, რაღაც აი გულწრფელობის დეფიციტს განვიცდი მაგ დროს. ესე იგი თქვენ ჩემი ძალიან გჯერათ, იმიტომ რომ იმას რომ ვამბობ, რომ ვიტყუები, ესე იგი როგორ დაგიჯერებიათ? ესე იგი ანუ არ იტყუებით. ნახეთ, აი ოდნავ რომ მივხვდი, კითხვაო, მაქო, დაბლაო, მოგაწოდე, რომ ფანტაზიორობ, არ ვიტყუები. მაინც მეუბნები რომ კი იტყუები. ბატონო, ამ თემას გავაგრძელებ. თქვენ თქვით ერთ-ერთ გადაცემაში, რომ გიწევდათ მოგეტყუებინათ ვიღაც ადამიანი, მაგალითად თქვენი მეორე ნახევარი, რომ ის თვითონ დაგშორებოდათ. არა, ეგრე არ იყო. ეგრე არ იყო და გეტყვი როგორც იყო. გისმენთ. ნახეთ, ყავს ადამიანი, ნუ ამ შემთხვევაში ცოლი. დიახ. მე ვიცნობ ძალიან კარგად ქალს. ნახე, ქალი არასოდეს არ უნდა გააგდო, ქალს არასოდეს არ უნდა უთხრა, რომ აღარ მიყვარხარ და ქალს არ უნდა დაშორდე.
მთელი ცხოვრება იქნება შენი მტერი. რატომ ფიქრობთ ასე? ცოლი ყავს? არა. ეხლა ნახე ისეთ რამეს მეკითხები, რატომ ფიქრობდა სამი ცოლი მყავდა? ანუ უკვე ვიღაც მტერად ყავთ. არა მყავს და იმიტომ თქვი ეს, რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ იქამდე მისულიყვნენ, რომ თვითონ წასულიყვნენ. მე ისეთი შთაბეჭდება მრჩება, რომ უბრალოდ გეშინიათ ეს პასუხისგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. არა, ნახეთ, მოდით მაგ თემას არ შევეხოთ, იმიტომ რომ თუ გამოცდილება მაინც არ აგაქვს და თუ კარგად არიცი თემა, არ მელაპარაკო. ამ ცოლობაზე. აი, ხო, არ მელაპარაკო, იმიტომ რომ გიხსნი, რომ მე არასოდეს თან გითხარი გაგიმეორებ, არ ვიტყუები სიყვარულში. დიახ. არ ვიტყუები, არასოდეს ადამიანს არ ვატყუებ, რაც არ უნდა გადავირიო. მიყვარხარ, მინდიხარ, არასოდეს. აქედან გამომდინარე, ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი იმისა, რომ მე არ მინდა შენ გადკინო. და თქვენ რატომ იღებთ გადაწყვეტილებას იმ ადამიანის მაგივრად? იქნება არ ეტკინება. თან როდესაც მაგათაც წყვილია, ხო? და როდესაც ერთს უჩნდება სურვილი, რომ დაშორდეს და დასრულდეს ეს ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ იმ ერთი ადამიანის ეხლა ჩვენ უტოპიაში გადავალთ, თქვენ რა იცით, მე ჩემ ცოლთან რა ურთიერთობა? თქვენს ცოლზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ქალებზე ვსაუბრობ. არა, ზოგად ქალს არ ვეხები, მე კონკრეტულ ურთიერთობაში ესე გავაკეთე, რომ ჩემი სამივე ცოლი არის დღეს სამივე მეგობარი. მივდივართ, მოვდივართ, ურთიერთობა გვაქვს, დაბადების დღეებზე მივდივართ და აი ესე არ ჯობია იმას, რომ და რაღაცა აი ის ვერ გაიყავი, რაღაცა შენ მე დამტოვე, შენ მე მიღალატე, მიხვდი, იცი რა არის? მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან ცოტა შეცდომა მაქვს ჩადენილი. აი ძალიან ცოტა. იმიტომ რომ მე ვარ წინდახედული ადამიანი. რაღაცას რო ვამბობ, ვიცი იმ წამს, რომ ის შეიძლება ცუდად დამხვდეს და ცუდად რომ არ დამხვდეს, ან არ უნდა ვთქვა, ან უნდა ვთქვა ისე რომ უსიამოვნებაში არ ვიყო. პირადი კითხვა უნდა დავსვა. ახლა შეყვარებული ბრძანდებით? ყავთ მეორე ნახევარი? არა. ნახეთ როგორ ვარ, მყავს, ვართ ერთად. ოღონდ ეს არ არის ის ურთიერთობა, რომელიც სადიყავი რატომ არ დარეკე? ხო, ან ტოქსიკური არის. ხო, აი ჩვეულებრივი. დავდივართ კინოში, თეატრში და გვაქვს ძალიან ისეთი ურთიერთობა. ძალიან მეგობრული, ძალიან სასიამოვნო. აი, ახლა რომ თქვენი მეორე ნახევარი ნახავს ჩვენს ინტერვიუს, არ გაუჩნდება რაღაც ისეთი გრძნობა, რომ ამან შეიძლება სამომავლოდ თუ მოვწყინდი, რომ დაიწყოს ტყუილები. რომ მეგული არ მატკინოს და რის საფუძველზე მეკითხები მაგას? აი თქვენ მითხარით, რომ თქვენი სამი ცოლი, ხო? ხო. ისე დაშორდით, რომ ატყუებდით რაღაცას და იქცეოდით ისე ვთქვათ, თუ ეს ტყუილი სიტყვა არ მოგწონთ, იქცეოდით ისე, რომ გული არ ეტკინოს ადამიანს, ხო? ხომ არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანთა ვისთანაც ხართ, ასევე მოგინდეთ სურვილი, რომ დაშორდეთ. იცი რა არის, ეხლა ძალიან მინდა გითხრა, რომ ვაი ხო, ეგრე ნათქვამი მაქვს. მისთვის რომ შეიძლება ჩვენ ხვალ ერთად აღარ ვიყოთ. ხო. ოღონდ მართლა ესია, არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ მიფიქრია და აი არც ერთ სიყვარულის დროს რომ ჩვენ სამუდამოდ ვიპოვეთ ერთმანეთი. თუ აი ეს იყო ის სიყვარული, რომელიც არასოდეს ყოფილა. მე ვუყურებ ძალიან ადვილად. ობიექტურად აფასებთ. ძალიან. სადამ აქ მაგის ეს ნახე, გეტყვი, შვიდად მძინავს რაღაცას რო არ იტყუები. ისე თქვენ გიყვართ ტყუილი ცოტა, ხო? მე? ხო. ვერ ვიტან ტყუილს. რაც ურთიერთობებში ვერ ზოგადად. რატო?
რაც აი გულწრფელობას ვანიჭებ უფრო მნიშვნელობას. რატო ბავშვობაში არ იტყუებოდი? შეიძლება ვიტყვებოდი ბავშვია ეს ხო? და არ იცის ჯერჯერობით თან, მაგალითად, როდესაც სკოლაში არ გინდა წასვლა, მოიტყვები რომ მუცელი გტკივა, ხო? ეს манипуляციაა უფრო ვიდრე ტყუილი. ტყუილი არ ვიცი, მომიტყვებია, მაგრამ манипуляციები მომწონს. ეხლა ვიღაცა რომ რაღაცას ისეც გეკითხება, რომელიც არ გინდა რომ თქვა. ტექნიკურად ვეტყვი რომ მაგალითად ეს იგი ტყუილის ფორმა, ტყუილს აქ ნახეს შრეები. თქვენ მეტყვით თემური დღეს ისადილე მაგალითად ხო? და მე გეტყვით რომ არა, თუმცა კი ვისადილე. აი ეს ტყუილია. აგრესიული ხარ? აგრესიული კი, შეიძლება ვთქვა რომ აგრესიულიც ვარ. საიდან მოდის ეგ აგრესია? არ ვიცი. დამპატიჟეთ თქვენს გადაცემაში და მოვალ ვისაუბრებ ამაზე. ვიცნობთ ეხლა ერთმანეთს. კი ბატონო. მოდით კარგით ვისაუბროთ. არ მიყვარს, ოდესაც ჟურნალისტი ხდება ხოლმე ინტერვიუს გმირი, თუმცა თქვენ თუ გაქვთ სურვილი ვისაუბროთ ჩემზე. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ისე გადადის ბუნებრივად. კი ბატონო, საიდან მოდის აგრესია? არ ვიცი. ვერ ვხსნი ამას. თქვენი აზრით აგრესიული ვარ, ხო? არა, აგრესიული, იცი რა, აგრესიული ხარ, ცდილობ რომ ეს აგრესია დამალო, ხარ ჩემი აზრი არ მიაქციო ყურადღება ძალიან ეჭვიანი. ეჭვიანი, კი, ეჭვიანიც ვარ. ეჭვიანი და იცი რა არის? ეჭვიანი ადამიანები მე არ მიყვარს, რატო იცი? ეჭვიანი ადამიანი არის ცილის მწამებელი. ნახე, ეხლა რომ ჩემზე რაღაცა იეჭვო, ეჭვი შეგეპაროს, ცილს მწამებ. რატომ მწამებ ცილს? და ცილს რო დამწამებ, მერე ეს უარყოფითი ენერგია მოვა შენთან და გახდები აგრესიული. დიახ, ნახეთ, მივხვდი რასაც მეუბნებით, თუმცა მე კითხვას ვსვავ. მე ხო არ ვამბობ რომ აი თქვენ ასეთი და ასეთი ხარ. გააჩნია კითხვის შინაარსს. ნუ რა მნიშვნელობაა ხო კითხვა უნდა დავსვამ მე. თან როგორი კითხვა? რა გინდა ამ კითხვიდან? როგორი პასუხი გინდა? არ ვიცი. ზოგადად მე არ მაქვს სცენარი არასდროს, თქვენ რა უნდა მიპასუხოთ. ჩემთვის მთავარია რომ მე დავსვა კითხვა. აბა თუ მიხვდები მე ეხლა როგორიც ვარ, რატო ვარ ესეთი? როგორი? აი როგორიც ვარ. აი ამ ინტერვიუს დროს არ გესიამოვნათ რაღაც კითხვები. ჩემი. აი რას ნიშნავს რომ გამოცდილება არ აქვს? რა თქმა უნდა. მომისმინე ჩემო კარგო, ნახე, მე ვფლობ ჩემ თავს. დიახ. მე შემეძლო ეხლა ისეთი ინტერვიუ მომეცა, კითხვებზე გამეცა ძალიან პატარა პასუხი, მოკლე და ესე ჩაივლიდა. გავაკეთე ვარ ესეთი იმიტომ რომ პრეტენზია მაქვს და მინდა ყველა ინტერვიუ რაც ქონია ყველაზე მეტი ნახვები გქონდეს. დიდი სიამოვნებით. ხო და აბა რა გინდა? ეხლა რომ მე ესე არ გელაპარაკო, გინდა დავიწყოთ, ჰა? მიდი გავაგრძელ. არ ვიქნები გულწრფელი. ხო და მე ვეცდები ესე გამოგჩიჩქ. არა. მითხარი რა გინდა? აი მითხარი და გეტყვი. რა უნდა გავაკეთო რომ ახლა ამ გადაცემას კონდეს ყველაზე მეტი ნახვა? შესაძლებელია რომ აი თქვენ რამე იცით და ან დამეხმარებით ან მეტყვით რა გავაკეთო ამისთვის. არა, არ ვიცი ეხლა, ეგრე არ ვიცი. ეგ ჩუმად უნდა გეთქვა, სანამ გადაცემა. აი ნახეთ, მე არ შემიძლია ეს რაღაცები. რა არ შეგიძლია? აი ეს რომ მოდით ბატონო გია, ეხლა ამ სკანდალური გავხადეთ ეს რატო არა, კარგი. დაგიჯერე ისეთი ალალი ხარ, რომ ეგეთი რამეები არ შეგიძლია. ალალი არ ვარ თუმცა. არა, როგორ შეიძლება კადრს გარეთ რაღაც მითხრა? ნახე, თქვენ ხო არ რატო მომიწვიე? აი რისთვის ჯაჯანიძე გაინტერესებს? დიახ. რა გაინტერესებს? ყველაფერი. აი კონკრეტულად რა გაინტერესებს? როგორი პიროვნება ბრძანდებით? გამომიცნო კონკრეტულად, აი ჯერ მე კითხვა არ ვიცი, კიდე გეუბნებით.
შეიძლება რაღაც ხერხი გაქვთ, რომ მე გამიცნოთ და მისვით კითხვა. რომ მე ჩემი სულიერი, ჩემი აი ყველაზე საკრალური რაც მაქვს, ის რომ გამოიცნო. მზად ვარ. კი ბატონო, გავაგზავნოთ ანუ. კი. როგორ თვლით, იქიდან გამომდინარე უпроსტოდ დაუბრუნდები ისევ თქვენს გადაცემას, რომ აი ხალხს ჰქონდა მოთხოვნა, რომ კითხავებზე ჰქონოდათ გადაცემა, ან უცხო პლანეტებზე და ასე შემდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ ხალხს უყვარს ყვითელი ფორმატი. ყვითელი ფორმატი რა შუაშია უცხო პლანეტელებთან. არ არის ეგ ყვითელი. ნახე გეტყვი, აი გადაცემა მიდის 14 წელია. დიახ. პირველ 4 წელს რაც იყო, იმაზე მელაპარაკები. და ისეთი გადაცემები მქონდა მერე და მერე ხვამლის მთაზე ვცხოვრობდი. იქ მე ისეთი სასწაულები ვნახე, რომ ეხლა მკითხავებზე რომ ელაპარაკები და უცხო პლანეტელებზე, აი ამით როგორ უნდა გამოიცნო ჩემი ხასიათი. ოღონდ მითხარი და გინდა ეხლა ავორთქლდები. არა, ორთქლდეთ, ჯერჯობით მჭირდებით. თან მომწონს ჩვენი დიალოგი. ნახეთ, როდესაც გეკითხებით გადაცემაზე, არ მინდა რომ თქვენი ხასიათი და თქვენი ის გამოვიცნო. ჩემი მთავარი მიზანი ახლა არის რომ დავადგინო, რატომ არის გადაცემა გია ჯაჯანიძის ასეთი რეიტინგული. რატომ? რადგან მეც ხომ მინდა რომ რეიტინგული იყოს ჩემი გადაცემა რა? და აი ვეძებ რაღაც ხრიკებს. კარგი, მაშინ ძალიან ადვილად გეტყვი. ერთია რომ მართლა, აი რანაირად დაგისაბუთო, მართლა მიყვარს მაყურებელი და თუ გინდა ერთხელ სადმე თავშეყრის ადგილზე, სადგური, ბაზარი გავიდეთ და ნახავ. არ მაქვს ნანახი და ბევრის გამსმენია. ნახე, ეს პირველი, რომ მიყვარს მართლა მაყურებელი, ვუყვარვარ მაყურებელს და მე ვიცი ადამიანებს რა უნდათ. აი მართლა ვიცი. რანაირად აგიხსნათ, მე შევდივარ მეორადებში და ვყიდულობ. და მეორადებში ხალხი რომ ხედავს, არის ბედნიერი. და ნახე, აი რაღა გითხრა. აი ქუჩაში მიყიდია ხილი, დაბლა რო უდევს. აი რა გითხრა, რა მართლა გულწრფელი ვარ. მწმია დახეული, ისე გავიზარდე, რომ არასოდეს არ მქონია ახალი რამე. აი ჩანთა. და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ წარმოიდგენ. მიხვდი რას გეუბნები, აი ვარ ესა ვარ რაცა ვარ. ეხლა ნახე, ეს შარფი მედო ჩანთაში რომ მოვდიოდი. დიახ. და გავიკეთე იმიტომ რომ კადრი გაგილამაზე, ფერები, სულ ამაზე ვფიქრობ. მიხვდით? ხო, კადრში ხო არ დავიდებდი, ჩანთაც მწვანე მაქვს. გავიკეთე იმიტომ რომ აი ესეთი ადამიანი ვარ. ეხლა აქ რო ვიყავი, ადრე რომ მოვედი. აი ფანჯრებიდან, ჯაჯო, აი აქ კიდევ კაცი შემხვდა, რომელსაც გაუხარდა, აი მე სანამ მოვლენ ყავას დაგალევინ. არა, ნახე. მართლა ხო მომზადებული დამხვდი. მეც ვემზადებოდი. აი ნახე, იცი რა არის, არა, ბევრი დრო არა მაქვს. წარმომიდგენია. არა მაქვს ბევრი დრო, მოვედი, ეხლა დავამთავრე პირდაპირ ეთერი და აქ წამოვედის მიხაროდა. და მიხარია რომ გადაცემას ვნახავ, საინტერესოა როგორ დაამონტაჟებ. ბატონო გია, ხომ არ გამოდის რომ რაღაც გალიაში ხართ მოქცეული, რატომ გეტყვით, რომ თქვენ გადადეთ მაშინ
თქვენი სურვილები და ცდილობთ რომ სხვა გააბედნიეროთ. მართალი ხარ. მე ვარ გალიაში და მხოლოდ მაგას ვფიქრობ, სხვა როგორ გავაბედნიერო. აი, გეხოცები დაფიქრდი რაღაცას რომ მეკითხები. ლაღი ვარ ადამიანო, რა გალიაში პირიქით ჩემს ირგვლივ და ხალხი და ყველა მეუბნება რომ ცოტა გაჩერდი რა გალიაში. რატომ ჭირდება ხალხს რომ გაჩერდეთ? ჩემებს, იმიტომ რომ მეუბნებიან 63 წლის ახარ. რაღა დროს წითელი შარვალია და ხომ თქვენი ორგანული არა, ჩაცმულობა. ხო, მაგრამ ისინი ესე ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ არ მინდა მე ეს. აი, მაგალითად, შარვალზე შორტი მომწონს ვგიშტები. ეგენი ფიქრობენ რომ არ გინდათ მასე? არა, ეგენი ფიქრობენ, რომ ასაკი. აი, ასაკში, ეხლა იცი რა, ჩემი კლასელები, რომ წავედი, შევხვდი, ვიქეიფეთ. ხო, გული დამტა, ჯერ ეგონათ, რომ არ მივიდოდი. რატომ ეგონათ? არ ვიცი, აი ხალხს გონია, რომ აი ქედმაღალი ხო, არა ვარ ქედმაღალი. პანდემია რო იყო ლილოს ბაზრობაზე წავედი და ვიღაც ხალი გამომიკიდა, რომ ყავა ხომ არ გნებავთო. არ მინდოდა ყავა. დავჯექი იქ ტაბურეტკაზე და ვსვავდი ყავას. იმიტომ რომ აი უნდოდა რომ პატივი ეცა და უხარო და გიждდებოდა. რომელ ჩარჩოზე მელა, რომელ გალიას. ამ წუთას თქვენ თვითონ უარყოფთ იმას, რასაც პასუხობთ. თქვენ არ გინდოდათ ყავა, მაგრამ იმიტომ რომ გაუსწორდეს იმ ქალს, თქვენი თემები გადადეთ და მაინც დაჯექით, დალიეთ ყავა ტაბურეტკაზე. თუმცა ზრდილობა, აბა თუ იცით რა არის ეს სიტყვა? ხო, ზრდილობა ადამიანი თავაზობს, მას უხარია, მესამედ მეუბნება რომ იქნებ დალიო და მე ვსვავ ყავას. ნახე, რომ უნდა მან არ უნდა იფიქროს, მე არ ვკადრულობ. თქვენ რას იზავდით? თუ მართლა დრო არ მექნებოდა, ნუ ვერ გავჩერდებოდი, იმიტომ რომ არა, მე მგონია თქვენ ხელს კრავდით იმ ქალს. არა, აბა რას ეძებთ ჩემში? რას ეძებთ ჩემში? არა, რას ეძებთ? ესე იგი დრო რატო არ გქონდაო? დრო რატო არ გქონდაო? თუ არ საუკეთესო გადაცემა. არ გქონდაო დრო და ვაიმე რატომ გგონიათ რომ ხელს ვკრავდი? ასეთი ბოროტი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ? არა, იცი რა არის? ნახე, ბოროტი რატო? ბოროტი კი არა, აგრესიული. არა, პასუხიდან გამოიტანე დასკვნა. გეტყვით, აი დასკვნა რა, რატომ გონიათ რომ მე დასკვნებს ვდება ახლა? ჟურნალისტს არ აქვს უფლება დასკვნა დადოს. ჟურნალისტმა ობიექტურად უნდა არ ხარ ჟურნალისტი? მოდი შევთანხმდეთ ამაზე. კი ბატონო. ხარ ადამიანი ნიჭიერი, რომელიც ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს, გამოგდის. გამოგდის. ეს გვთავარია. ერთ რამეს გეტყვი, არის ესეთი ტესტი. კითხულობს ადამიანი, რომ ზღვა ძალიან ლამაზად ლივლივებს, საოცარი ფერია, ზღვის სანაპიროს უკან ტყეა, იქ ჩიტები ჭიკჭიკებენ, სასწაული, რაღაცა მზე, მოდის ღრუბელი, გადაეფარა ჩრდილი, გამოჩნდა, გადაეფარა მზე, ღრუბელი, რაღაცა და სასწაულები და ბედნიერება. ამას აძლევენ წასაკითხად. უნდა წაიკითხო ხმამაღლა და მერე ეკითხები. რა დაგამახსოვრდა ამ მონაყოლში თუ წაკითხულში. და ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მზეს რომ მოეფარა ღრუბელიო. აი ეხლა ნეგატიური. რამ გამახსენა ეხლა? თქვენ. ესე იგი რაღაცას ვყვები და
აი ეძებ ნეგატივს, ეძებ იმას, რომ გიყვები, რომ ამ ეს ქალი გავაბედნიერე, დავჯექი, ნახა ჯაჯანიძე, ეფერა, ეს სიყვარულა, მეც რაღაცეები უთხარი და დრო არ სად გქონდაო თუ ისა რა ქვია, რატო უთხარი? აი რა არის ეს? ბატონო გია, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის რომ ყველა გაახაროთ? ეგ მაინტერესებს. ადამიან ესეთი ვარ. ხო და ეგ მაინტერესებს. რატო ვარ? მე არ გაგსჯით. რატო გაცვია თეთრი ნასკები? რა ვიფიქრე რომ მოუხდებოდა. რას მოუხდებოდა იმ სამზოლს? კი. მართლა საუკეთესო ინტერვიუა ჩემი. არა, იმ სამზოლს კი არა, ფურცელს უხდება. ნახე, მე მინდა ესე დავწერე. ძალიან პოზიტიური ბრძანდებით. არ მეგონა სიმართლე რომ გითხრათ რომ ასეთი პოზიტიური იყავით. მართლა? დიახ. თეთა. როგორი გეგონე? როგორი გეგონე? აი მეგონა რომ ახლა რაღაც მართლა ფანტაზიებში გადამაგდებდით. გადავარდილი ხარ, ვერ ხვდები. აი იცი რა მაინტერესებს? გიხოცებთ რა თავარი ჩემ ფანტაზია რომელშიც გადავარდი ახლა თქვენი აზრით რა მელია? არა, მე სულ რაც დავიწყეთ ინტერვიუ, გიყურებ ყურზე. ეს ყური რატო გაქვს მოჭეჭყილი? აუ ესეთი ფორმა მაქვს. მართლა? არა ეს. არა. აკეთო. ეს ბიბილო არა გაქვს? როგორ არა, ახლა ნუიგონებთ, აბა ნახეთ. ხო ადგილზე. არა, იცი რა, ცოტა უშნო ბიბილო გაქვს. მადლობა. ეს საუკეთესო. აუ ღმერთო, მოპატიეთ. მეგობრებო, მოპატიეთ. ბატონო გია, მართლა შემეცვალა თქვენზე წარმოდგენა. საუკეთესო მეგობრები ვიქნებოდით ჩემი აზრით. თუ კი ამიტანდით ჩემს აგრესიას. არა, ეხლა იცი რა არის? ეტიკეტს ვიცავ. თორე გადამივლიდით? არა, ეტიკეტს ვიცავ, თუ არა წარე ვიქნებოდი. მაგრამ იცი რა არის? ბიბილოზე მივხვდი, თუმცა ეს არა, რა შუა. აი ხა ნახე. ამ დროს ბიბილოზე გითხარი სიყვარულით. მართლაა? ხო, აი ოხ ჩემი კაი. წარმომიდგენია კომენტარებში იქნება. ეს კიდოდა. ერთი წუთი. ყველა გადაცემა ასე მიყავს. რატომ იქცია ყურადღება ჩემმა ბიბილომ? ყურადღება გადავიტანე. ვიცი მივხვდი და მე მაინც დაგაბრუნებდი. არა, ყურადღება გადავიტანე რაზე, იცი? არ ვუარყოფ იმას, რომ ეს ბიბილო გაქვს, მე მეგონა ძილში მოყვა ყური და მიგეჭეჭყა. დღეს დილი ძალიან ცუდად მეძინა. და აი ასე მეგობრებო. აუ რაზე ვსაუბრობ. ბატონო გია, დავუბრუნდეთ თქვენს სიკეთეს. მე მაინც ვერ მივხვდი, რატომ არის აუცილებელი თქვენთვის, რომ ყველა ბედნიერი იყოს, ვინც თქვენ გხედავთ. ენერგიების გჯერათ? კი, ჯერ არსებობს ახლა. ხო. არსებობს ენერგია. კი ბატონო, ანუ ამით ხომ არ ავხსნა, რომ აი მაგალითად თქვენ გიდათ გასცეთ, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ენერგია, რომ ის დაგიბრუნდეთ. არა, ეგ თუ არა გაქვს ბუნებაში და თუ შენში არ არის, ეხლა სპეციალურად ვერ იზავ მაგას. ანუ მაშინ პასუხს ვერ ვიღებ. ეგეთი ადამიანი ვარ. გეხვეწები ჩანთა მომეცი? კომფორტულად ხართ ახლა? არა. საშინლად არაკომფორტული სკამები გაქვთ. იმიტომ რომ არა, ჩემი ბრალია. თქვენი ბრალი არ არის. ესე იგი, ფოტოში რო ვნახე ეს ყავისფერი სავარძელი, ყავისფერი ძალიან უხდება ლურჯი. გეთანხმებით. და აი ესეთი არაკომფორტული, რატო ჩემი ბრალია? არ არის თქვენი ბრალი. ნახეთ, მე ვარ მოკლე. აი, ნახე. ესე მიეყუდეო რომ მეუბნები. ნახე ფეხები სადამე.
მიდი დამისვი კითხვა მე ბიჯდები ეს აი ესე ვიქნები მართლა აი ახლა მართლა გაპატიეთ ბიბილოს ვახ აი ესე ჰაერში ვიქო მიფრიდა ვეღარ ვჩერდები ეს რა დამმართეთ აბა მიდი კარგით. გამოუშვი მიდი აგრესიული კითხვა უფ რამდენია წინ ჯერ არიცით ღმერთო ბატონოგია ხომ არ შეიძლება ავხსნა თქვენი რეიტინგულობა გადაცემის თქვენი პირადი კი არა გადაცემის იმით რომ აბსოლუტურად ყველანაირი სტუმარი ყავდათ ყველანაირი აი ხო ადამიანების ხო არის ვიღაცა პროფესიით ყველა პროფესია ყველა კატეგორია ყველანაირი ადამიანი მყავდა მოდი ეხლა უცბად იფიქრე ვინ შეიძლებოდა რომ არ მყოლოდა როგორი ადამიანი არ ვიცი მე ყველა გადაცემა არ მაქვს ნახი თუმცა რასაც ვუყურე მივხვდი რომ ისეთი სტუმრები ყავთ რომ რეიტინგი გარდაუვალია მაგალითად როდესაც თქვენი სიტყვებია ბოზებიც მყავდნენ გადაცემაში რა თქმა უნდა როდესაც ასეთი არ სექს მუშაკები მყავდნენ ბოზები გაქვთ ნათქვამი ჩავსვავ არა კეთყვი როგორც იყო ისიც კადრს გარეთ თქვენ რომ არიკადრებთ რომ კადრს გარეთ როგორ დაველაპარაკები რესპონდენტს არა გადაცემაში გაქვთ გადაცემაში ერთი გოგო მოვიდა რომელსაც ეცვა ძალიან მოკლე ხა ტოპიც იუბკაც აი გავგიჟდი რომ დავიდახე რატომ არა იმიტომ რომ ძალიან პირველად ნახე ესე ჩაცმული ადამიანი თან მოდის ქუჩიდან ხო და ვაი მეთქი ესე რომ ესე დაჯდები მეთქი და ვფიქრობ რომ დაჯდეს ხო უნდა წაი დაჯდეს და ყველაფერი გამოუჩდება ხო და ვაი მეთქი მოდი კითხავ მეთქი რომ ბოზი ხარ ოღონდ რა გიპასუხათ რომ დავიჯექით უკვე ვერ ბედავდი და აი დავიწყე რომ ვაიმე თქვენ ბოზი ხართ ვაიმე აი ეს არა მითხრა აი უტრირება რატო გაუკეთე ახლა არ ვიცი არიცი ხო აი ეგრე შვები ხოლმე რაღაცებს იგონებ რაღაც ანუ ის რომ თქვენ თქვით რასაც შილად ჟღერს ამბობდით რომ ბოზი ყავდათ მე რა მინდა ნუ გავაბა ძაფი ამასაც ძაფი კი არ გინდა გააბა გადასარევი მოსაჭრელი ის არის ახლა ეს რომ მოჭრა და დადო და ბევრი ნახვები რა თქმა უნდა გარდა ამისა დარწმუნებული სხვა მომენტებიც იყო რომ ეს უფრო ბევრი ნახვა ექნება ხო მაგრამ აი რო ამბობ რო გეწყინა რო სკანდალური თუ აი პროვოკაციული კითხვები ნუ ხო იმიტომ რომ ჩემს ნუ აი არ ვიცი რას ნიშნავს ჯერ ერთი არც ვიცი სცენარი სკანდალური როგორ უნდა გავხადო გადაცემა ან საუბარი არიცი ხო მართლა არ ვიცი ბატონო აი გულწრფელად გეუბნებით და მეფიცება აი არ ვიცი ნუ აი არ მოსიარულე სკანდალი ხარ და სახეზე რატო იფარებ ხელს ცხველია ციტლდები და მცხელა ჩარტეკთხო კარგით დავუბრუნდები ამ კითხვას რატომ არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გავიმეორებ მინდა ავხსნა თქვენი გადაცემის რეიტინგულობა დავუბრუნდები რა თქმა უნდა მე ვფიქრობ როდესაც ეპატიჟები ბოს გადაცემა იქნება რეიტინგული ნუ აი გარდაუვალია ეს იყო თქვენი თავარი მიზანი მაშინ ნანახი გაქვს ეგ გადაცემა კი არა გაქვს ნანახი აბა საიდან არა ნახე ეგ ეპიზოდი გახსოვს ეპიზოდი მახსოვს ისეთი ღრმა გადაცემა იყო ისეთი ღრმა გადაცემა იყო ეგ არც უნდა
არც უნდა გაამახვილო მაგაზე ყურადღება. ბატონო გია, როდესაც სატელევიზიო სივრცეში არა, ჩემო კარგო, ეს ბოზი ახლა 1000 ჯერ ახსენე, იმიტომ რომ მოგწონს. ნახე, გეტყვი, გადაცემა რატომ არის რეიტინგული. არ გინდა ამდენი წვალება. არ ვწვალო, პირიქით მსიამოვნებს თქვენთან დიალოგი. ესე იგი თქვენ ყოფილხართ სადისტი. დღეს ძალიან ბევრი რეგალიები მაქვს თქვენგან, მადლობა. არა, თავს იტანჯებთ, ცად მაზოხისტი. ნახეთ, გეტყვი ერთ რაღაცას. გადაცემა მგავს მე. მრავალფეროვანი და თან რა არის, იცი? რასაც ვაკეთებ ალალად, გულით და არ არის, აი რანაირად გითხრათ, არასოდეს არ მქონია ისეთი გადაცემა, რომელზედაც ვიტყვი, რომ აუ ეს რეიტინგს დაგვიწერს ეს თემა. არა მაქვს არასოდეს. ეხლა მთელი ჩემი ჯგუფი მიყურებს. ხო? ხო იციან იმათმა, რომ მე არასოდეს ამას არ ვამბობ. ვგრძნობ. ვინ მინდა, რატომ მინდა, რა თემა მაქვს და ასე შემდეგ. მე ამაზე ბევრს მუშაობ. თქვენ არჩევთ ხოლმე სტუმრებს და თემებს? კი, რა თქმა უნდა. მე ვარ გადაცემის მთავარი პროდიუსერი, ავტორი, ყველა ტექსტს მე ვწერ, ყველა კითხვა ჩემია, არა, მონტაჟის რეჟისორი მყავს. გვერდით უზიხართ ალბათ და ეუბნები. არ უზივარ. ასენდობი? მე მყავს ადამიანი, მანონი ოქრუაშვილი, ერთ-ერთი პროდიუსერი. არ ყოფილა შემთხვევა. აი მაგალითად რაღაცა მივდივარ ქუჩაში, რაღაცა ვფიქრობ, ეს აქედან უნდა ამოვიღო, რაღაცა არ მომეწონა და ვურეკავ. ვაიმე ეს მინდოდა მეთქვა, ამოღებული მაქვს, ნუ ნერვიულობ. ანუ ესე ორგანულად ხარ? ორგანულად, აი ისე ვარდ, უნიჭიერესი გოგოა. მყავს ანიჭიერი ჯგუფი, აი უნიჭიერესი. აი თან იცი რა არის? მე ვარ ძალიან კარგი ვარ. სასწაული თანამშრომელი ვარ. ეჭვიც არ მეპარება. პოზიტიური ხართ? პოზიტიური, აი ნახე, არ საყვედურებს არ ვამბობ, იმიტომ რომ არაფერს არ აშავებენ. მეც როგორ იპოვეთ ასეთი ხალხი? თავისით. იცი რა არის, ტელევიზია სხვადასხვა აქ ერთი საიდუმლო. მოვიდა, დაიწყო მუშაობა. აი სიტუაცია თვითონ აგდებს. ეხლა იცი რამდენი მოსულა? და ესენი ძალიან სულ თავიდან ბოლომდე არიან. და უკვე ვიცით ერთმანეთის, აი გრძნობთ ერთმანეთს რა. ძალიან კარგი ჯგუფი მყავს. ეგ ბედნიერებაა. არის ისეთი ეპიზოდი, გადაცემა, რომელსაც არ გაუშვებდით ახლა? ვერ ხვდები. არის ისეთი გადაცემა, რომელიც გამოვიდა, მაგალითად, ხო ერთ-ერთი ეპიზოდი, ხო, მაგალითად, ხუთშაბათის გადაცემა. ჯერ არ ყოფილა, გადაცემა არ ჩამვარდნია. ჩავარდნაზე არა, გულმა გიგრძნოთ, რომ აი ცოტა სხვანაირი შეიძლება და ყოფილიყო ეს გადაცემა. არა, იმიტომ რომ ნახე, ეგეთი რამე არ მქონია. ჩავარდნას რას გულისხმობ, იცი? აი დაუშვათ გადავიღე დევს და არ გაუშვი. არ ყოფილა ესეთი რამე, იმიტომ რომ ნახე, მე მაქვს ნათქვამი და ძალიან ხშირად ვიტყვი ამას, რომ ჩემთვის უინტერესო ადამიანი არ არსებობს. ამიტომ თუ მიფიქრია, რომ ეს ისეთი გადაცემა არ იყო, როგორიც მე ვიცი და მაინც გამიშვია. და პირველ ადგილზე გავსულ ვარ. ანუ რომ დავფიქრდე, ვერ ვიგებ ხოლმე ამ აყურებას, რომ აი ყოფილა ისეთი, რომ აი სუსტი გამომივიდა, ეხლა ის ხო არა ვარ, მაგრამ მაინც მიაქვს. იცი რა არის, ეხლა
ვმალავ მთლიანობაში გადაცემას არ გულისხმობ. მთლიანობაში მე ვიცი რატო ვარ წარმატებული. ძალიან წარმატებული ვარ. გეთანხმებით და ზუსტად მაგ საიდუმლოს ვარკვევ დღეს თელი დღე. ნახე, მაგას არკვევ, ვერ გაიგებ მაგას და თუ გინდა მოდი გადამიხადე და გასწავლე. რა ღირს? ფასზე მოვილაპარაკებთ. დავასახელოთ ფას დარწმუნებულს ხებს დაინტერესდებიან. არა, არ მინდა მე რეკლამა, იმიტომ რომ არ მინდა მე გავიარე უკვე ეგ ეტაპი. ამ შემთხვევაში ესეთი მოწადინებული რო ხარ და ესე რო გინდა ყველას გასწავლი ხეზიასვლას. კი ბატონო და რას მივიღებ? აი რომ დამთავრდება ეს კურსი თქვენი? არა, ვერაფერს ვერ მიიღებ, უნდა მითხრა, არა. მითხრა რა გინდა. რომ მეტყვი რა შეკვეთას მომცემ და იქიდან გეტყვი რომ აი ეს პუნქტი არ არის შენი. ან ეს პუნქტი არ გინდა. ეს კი. გააჩნია ახლა რა გინდა. მაგრამ თეთრი ნასკებს არ ჩაგაცმებ. ფერადი. არც ფერადი. აბა. აი ახლა შავი ნასკი როგორც წინდა ამ ნასკზე ერთ ამბავს ატეხავენ. ზოგადად კი მაყურებელს უყვარს ძალიან ჩემი წინდა თეთრი. თქვენ პირველი არ ხართ რომელმაც აღნიშნა. მართლა? ვინ თქვა კიდე? ნუ კომენტარებში. რაო? ნუ აი ეს თეთრიო და ხან არ მოწონთ რომ თეთრი მაცვია ეს წინდა. ერთ გადაცემაში ნინისთან არ მეცო წინდა, მაგარი ფეხსაც მე მეცო და აი ცოტათი მიჩანდა ეს ფეხი და ეს ბანჯგვლიანი ფეხიო მაინც და ფაროს, ნუ ბევრს წერენ ამაზე, კი. და არ გაიპარსე მერე? არა. ფეხები უნდა გაიპარსო ხოლმე. თქვენ იპარსავთ? არა. დაბა მე რატომ უნდა გავიპარსო? თუ ბანჯგვლები გაქვს, აბა რა უნდა ქდა? და იქნება მომწონს. ვაიმე, აი რაღაცა ვთქვა, რომ აი ახლა ბანჯგვლებზე მელაპარაკე. მიდი, სხვა კითხვა დამისვი. რატომ არ მოგწონთ თემა ბანჯგვლებზე? არ არის ეს. ხო, რაღაცა. გეთანხმებით. ნახე, აღარ მახსოვს რაღაც კითხვა დასვი და მე დავიძახე ჩანთა მომიტანეთ მეთქი. დიახ, გულწრფელობაზე ვსაუბრობ. გულწრფელობაზე და ეჭვი შეგეპარათ და სხვანაირად მითხარით ის ქალი არ მავიწყდება. მე იმ ქალს იმხელა ბედნიერება ვაჩუქე, ყავარო დავლიე, რომელი არც კი შემეშინდა, რამე არ გადამდებოდა. ნახე, რა შეიძლება გადაგედოს? არ მისმენ რასაც ვლაპარაკობ. დიახ, ჭიქაზე. გაგანია პანდემია იყო თქო გითხრა. ბოდიში პანდემიაზე ვსაუბრობ. ბოდიში უშველის ახლა. ნუ მეჭხუბებით ბატონო კი. ნახე. სიცოცხლე. გახარება. ჯანმრთელობა. ეს არა მოჭრა, იმიტომ რომ მე ვაცემინებ ყველაზე ლამაზად საქართველოს. ნახე. მე რა ტიპი ვარ? სხვათა შორის იცით რომ სანამ გამოვიდოდი სახლიდან ვიფიქრე რომ მეც ხომ არ გავიკეთო თქო რადგან ვიცით რომ მოწონს ბულავკა ბატონ გიასკო და რაც დამავიწყდა მაპატიეთ მაგრამ მინდოდა რომ აი რაღაც შეგემჩნიათ რომ ბულავკა მეკეთა მართლა? გეფიცები ესე იგი ეტყობა გულმა მიგრძნო და უნდა გაჩუქო ბულავკა. მართლა? მეგობრებო, აი ეს მართლა დამთხვევა. დამთხვევა არ არის, ვხედავ. რას ხედავ? ყველაფერს ვხედავ. აჰა, თან გაღებული უნდა მოგცე რომ არ ჩაკეტო. და როგორ უნდა მოვიქცე? მერე გეტყვი. ეს ღია უნდა იყოს ახლა? არა, ეხლა ხო, მაგრამ მერე ისა. ნახე. მართლა არა კომფორტულია ის კამი. გამოცვალე, ნახე, გეტყვი ერთ რაღაცას. ნახე. ჩანთაში სულ მიდევს რაღაცეები, რომ სიტუაციაში რომ მოვხვდე, უნდა ვაჩუქო ვიღაცას რაღაცა.
არ ვიცი ვინ რა როგორ უბრალოდ მინდა რომ გავახარო მე მართლა გამახარეთ, იმიტომ რომ ხომ გითხარით, რომ სანამ გამოვიდოდი, გუშინაც ხა რომ ამთავრებდი მომზადებას და შევაჯამე, ვიფიქრე, რომ ბულავკას ავიღებ თქო. მაგრამ ჩემმა ძაღლმა აშკარად რა ყურადღება გადაიტანა და ვეღარ მოვასწავლე. ძაღლი ყავს? კი, პატარა. რა ძაღლი ყავს? თოიპუდელი. თოიპუდელი, რამდენი წლის არის? 1 წლის და 3 თვის გახდა. დედალია თუ მამალი? მამალი. ბატონი ჩარლი. გიყვარს ძალიან? ვგიჟდები. შეყვარებული ყავს? რატო არ ყავს? 28 წლის ბიჭი ხარ. აი ხლა აი უნდა ჩემებიც სულ მაკითხვას მისვავენ სიმართლე რომ გითხრათ. ყოველდღიურად ლამის არც მყოლია. დაიჯერე? არასოდეს არავინ არ ყვარებია? არა. დიაგნოზი, აგრესია. აი всё. საიდან გადასაგდები ვარ. ეხლა მე შენ უნდა გაჩუქო. სასწაული რაღაცა. ეს არის ისეთი რამე, რომ ბოლომდე გაგიხსნის ყველა ჩაკრას. მოვიდე? იჯექი მე მოვალ. ვინ გამაგიჟეთ? რა არის თამამკავით? რადგან ვერ ყვევი? ვერ ერკვევი? თქვენ და ვერ ერკვევით? თქვენ ისეთი სახე გაქვთ და ისეთი ყველაფერში ერკვევი. ისე რა ვიცი, არა. მე გეტყვი. დამირეკე და გეტყვი რა არის. ბატონო. აი ახლა მე ვერთობი, ვაკეთებ კარგ საქმეებს, ვხალისობ რაღაცა ვიღაცას ვახარებ, დროს გამყავს სანამ მოვა და წავალ. არც მაგაზე აღარ ნერვიულობ. ბატონო გიან. როდესაც წახვალთ. როგორ გინდათ რომ გაიხსენოს ხალხმა თქვენი თავი? რაში მაინტერესებს? აი რაში მაინტერესებს? ვერა ადამიანი ვერ იტყვის რომ ბოროტება გაუკეთე. ის გამოთქმა რომ მკვდარზე ან არაფერი არ უნდა თქვა. მხოლოდ კარგი. ხო, ან კარგი და ან არაფერიო, მაინც არიზავენ. ამიტომ არ მაინტერესებს. ბოლო კითხვა. რისი გეშინიათ? ადამიანების მზაკვრობის არაფერის. აი არა ვარ, ნახე, სიკვდილიშიც არა მაქვს, იმიტომ რომ მე ერთი ბევრჯერ ვთქვი და უნდა გავაკეთო ბოლო, უნდა ამოვიღო ის კადრები, სად ვარ ნამყოფი. ერთი წამიც და მოვკვდებოდი, გადმოვარდებოდი. მუცოს მთაზე ავდიოდი, ფეხებს რო ვდგავდი, ქუსლები ჰაერში მქონდა. ძლივს გადავედი და ოპერატორები გავაფრთხილე, მაინც ვერ მიშველით მეთქი და არ მომხედოთ, გადაიღეთ როგორ გადავიჩეხებით ხო. სიკვდილისაც არ მეშინია. არაფრის არ მეშინია. მოვედი, ვიქნები ისე როგორც ღმერთს უნდა და წავალ მაშინ, როცა ღმერთს უნდივარ. წავალ მაშინ, როცა ღმერთს უნდა. აქედან გამომდინარე არ დავეცებ. ეხლა ნახე, დღევანდელი დღე დასრულდა, ეს გადაცემა თუ გამოვა კარგი, ძალიან გამიხარდება. მე რა საღამოს ტაფაზე დავდებ და შევიწვავ, გაგიხარდება, რეიტინგი გექნება, გულს გაახარებ და ასე შემდეგ. მადლობა, რომ მომიწვიე და მე დავემშვიდობები მაყურებელს. ჩემო საყვარელო მაყურებელო. მიყვარხარ.